იღება კარი, მოყავთ გიორგი. ფსიქოზურ მდგომარეობაში. მოაქვს გიორგი. აი მისulis წუთიდან მახსოვს რომ ვეძებდი გასაქცევ ადგილებს. ხუმრობ ეხა, იმიტომ რომ ბევრი წელი გავიდა და ძალიან მძიმედ მახსენდება. ძალიან მძიმე გავიარე. ადვილი არ იყო ამ ყველაფერთან და ცხოვრება. ციხეში ნარკოტიკული დანაშაულის გამო. ხო, ციხეში ძირითადად ნარკოტიკული. ამ დაავადებას აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება, სხვა ბევრ დანარჩენ ცუდ თვისებებთან ერთად, რომ სხვის შეცდომაზე ვერ სწავლობ. აი მას დაემართა ის, გარდაიცვალა ის, დაიჭირეს ეს, გაუბედურდა, მაგრამ მე არ დამემართებ. ყუილში ცხოვრობ, შენ თავს ატყუებ, რომ ყველას დაემართება და შენ არ. ამაჩემი სულ მეუნებოდა 3 რამეს რა. გიო არ მომატყუო, არ მოიპარო და ნარკოტიკი არ მოიხმარო. რომელი შეუსრულე მაგას? ხო, ვერც ერთი სამწუხაროდ. დღეს უსრულებს ამის, დღეს უსრულებს ამის. მოგესალმებით, მადლობა მაყურებელს, რომ კიდევ უყურებს ამ პოდკასტს. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ძალიან კარგი გამოხმაურებები ქონდა წინა ეპიზოდებს და ყოველ ჯერზე ვწმუნდები, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ. შეგახსენებთ, რომ ამ პოდკასტების წარმომადგენელი გამოსავალია და გამოსავალსაც მადლობა. სტუმრები არიან თათა ასათიანი, თათა ექიმი, ექიმი ნარკოლოგი და გიორგი სერგია, ჩემი მეგობარი და ადამიანი, რომელიც ამ გზაზე ერთ-ერთი პირველი გავიცანი და ანუ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რავი გიორგის ბევრი რეგალია შეიძლება ეხა კონდეს, მათ შორის ის რომ გამოსავალში მუშაობს, მთელი ამბავი, თვითონ ილაპარაკებს ამაზე, მაგრამ პირველი არის რომ მე და გიორგი გამოჯამთელების პირველ ეტაპზე 5 წლის წინ მე მგონი, აი რაღაცა ძალიან დავმეგობრდი და ჩემი ზმაკაცია და მიხარია რომ ეხა ხარ. ყველაზე მთავარი ეხა რა არის, რა რომ თათას იდეა იყოს ხოთაშორის ეს რა, მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს. ამ მაგიდის გარშემო ხალხნო დღეს ესე იგი ეგეთი ის არის რა ქვია იდეა საიდან წამოვიდა რომ თათამ თქვა რომ გიორგიო ჩემი პირველი პაციენტი იყო იცოდიო და რა მე ეგ არ ვიცოდი. მოკლედ ეხა თათა და გიორგი პირველად ხვდებიან ერთმანეთს პოდკასტის ესეთ იმაში რა ქვია სივრცეში. გიორგი მისი როგორც ყოფილი პაციენტი, მაგრამ ეხლა იმის მე რომ ბევრი წელი გავიდა და ეხლა ისე დაალაგდა ეს ცხოვრება, რომ ორივე ერთი და იგივე სფეროში ადამიანების დახმარებას ემსახურებით, ხო და საინტერესო იქნება მოკლედ ამ ყველაფრის გახსენება და მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის. თათა, მოდი აი რადგან ეხა ეს მოვყევი თუ რო გაიხსენო გიორგი როგორც პაციენტი ჯერ სუსთავიდან სად იყო და როგორ მოხდა? სხვადასხვა პირველად ყვები ამ ამბავს, დედაჩემი მუშაობდა მეჩნიკოვზე თუ გახსოვთ ნარკოლოგია რო იყო სანაპიროზე, იქ სადაც კომუნისტების პერიოდში იყო სხვადასხვა განყოფილებები და იყო ხანგრძლივი მკურნალობა, სხვათა შორის ალკოჰოლიზმის, მაშინ ასე ეძახდნენ ხა. ეს ტერმინი უკვე აღარ იხმარება, 45 დღე იყო მკურნალობა და ნარკომანიის, ამასაც ასე ეძახდნენ, 60 დღე იყო და პრაქტიკულად გამოდიოდა რომ იძულებითი მკურნალობა იყო. იმიტომ რომ ადამიანს ექიმს რო პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 60 დღეზე ადრე მთელი დასაბუთება და მთელი პრობლემები იყო ამასთან დაკავშირებული და მე ვსწავლობდი 24 სკოლაში პლეხანოვზე და მივდიოდი ხოლმე დედაჩემის სანახავად. და რა ხდებოდა, მაშინ ისეთი სტიგმა იყო სანდრო და გიორგი ხა იცით და ნარკომანების ეშინოდათ ხალხს, ბავშვებს განსაკუთრებით. აღნიშნო რომ მე არ მეშინოდა. მივდიოდი ეზოში თავისუფლად, აი აბსოლუტურად დისკომფორტის გარეშე და ჩემი და რომელიც ასევე მოდიოდა, ყველა ხის უკან იმალებოდა. ძალიან უზრუნველდებოდა დედაჩემთან მისვლა. ჯერ დავაპირე ანესთეზიოლოგობა და მივხვდი რომ ჩემი არ არის და რომ მივედი ნარკოლოგიაში, აი როგორი შეგრძნება მქონდა, იცით რომ სახში ვარ. ეს არ იყო ჩემთვის უცხო. ეს იყო რაღაცა ჩემი. და 2000-იან წლებში გავხდი ნარკოლოგი. და დავაზუსტე ზუსტად. და ზუსტად 2000 წელი. და დავაზუსტე ერთ-ერთი პირველი, ხა თლად პირველი არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი პირველი და ეს პაციენტები აი ზეპირად მახსოვს ეხაც რომ ხედავ ისე შეგრძნებები მაქვს. რომ დავინახავ და იმ პერიოდში სხვათა შორის სულ სხვა სიტუაცია იყო, სულ სხვა ნარკოტიკი იყო, სულ სხვა კონტინგენტი იყო, სულ სხვა ხასიათობრივი თავისუფლებები. სულ სხვა ურთიერთობები იყო და ასე შემდეგ და ფსიქოზური მდგომარეობა პრაქტიკულად იყო ერთეული. ძირითადად ფსიქოზური
ფსიქოზები ქონდათ ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს და ნარკოტიკით გამოწვეული ფსიქოზი ეს იყო სენსაცია. ვაუ. აი ხელზე ჩამოვთვლი იმდენი შემთხვევა იყო და თითოეული მათგანი ჩვენთვის იყო იმხელა დიდი სიურპრიზი და ესეთი განსხვავებული მოვლენა რომ კონსილიუმები იკრიბებოდა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო გიორგი. იღება კარი მოყავთ გიორგი ფსიქოზურ მდგომარეობაში. მოაქვს გიორგი. არა, მაგრამ რო გახსოვს პირველი შეხვედრა გიორგისთან. როგორ არ მახსოვს? ახლა გიორგი შეიძლება არ ახსოვს მოკლედ, მაგრამ მაგას მგეურებ მეს პაციენტები და განსაკუთრებით გიორგი მახსოვს აი დეტალურად მისი მდგომარეობა. არა მარტო გიორგი, აი მარიხა უხვანული ფსიქოზები მაშინ წამოვიდა პირველად და სახელი გვარი მთელი ოჯახური ისტორია ყველაფერი ზეპირად მახსოვს, რითი უმკურნალეთ და ასე შემდეგ. სხვათა შორის მძიმე პაციენტი იყო, არც თუ ისე ადვილი, რომელსაც შეწყვიტა მკურნალობა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთწარუმატებელი მკურნალობა. გასაგები. ხო, მეც მომენტი მახსოვს ერთი აი თათა მაგარაღას იხსენებს, რომ ესე იგი ვითომ ჩემით მივედი, რაღაცა გარე აი ცოლი მომყავს, სახში პრობლემებია და მოკლედ უნდა დავანებო რა თავი რა უკვე და ოღონდ თქვენ დამანებეთ თავი და წავედი და აი მისulis წუთიდან მახსოვს რომ ვეძებდი გასაქცევ ადგილებს რა, მაგრამ მახსოვს რომ ზედა სართულზე იყო ახალი მოწყობილი ტრენაჟორები, ხო ქართულად როგორ არის? საორჯიშო ოთახივით რა და აი იქ არ იყო, იქ იყო ფანჯრები და სულ ვიხედებოდი რომ აქედან გადავხვდე, ეხლა აქედან გადავხვდე, მაგრამ მესამე სართული იყო და მეშინოდა. მეორე სართულიდან გაქცევის შანსი არ იყო და ნუ აი რაც მახსოვს როგორც კი გონს მოვედი ერთ-ერთ პაციენტთან ვიჩხუბე და მოკლედ მაგ ჩხუბის მერე მალე წამოვედი რა იქ უკვე ჩემი თან როგორ ვიჩხუბე ისი რომ ვიღაცა მითხრა რომ აი იმას შეიძლება კონდეს რაღაცა და შენი და მაგ დროს უკვე მძიმე ნარკოტიკს მოიხმარდი ხო? კი უკვე 5 წელი მძიმე ნარკოტიკს მოხმარ. ეგრეთ წოდებულ მძიმე ნარკოტიკს ხო მე ხომ არ მიყვარს მძიმე მსუბუქის დაყოფა. ხო, ნუ რაღაც რა, ნუ ეგრე რო ქვია. ინტრავენული მოხმარებელი ვიყავი უკვე 5 წლის. ხო. კაი და მაგის მერე შემდეგი შენი დეტოქსი სად იყო და თათას შეხვდი ისე თათასთან. მოდი, გეტყვი. მანამდეც იყო ჩემი მცდელობა დეტოქსის სახში, ოღონდ აი რაღაცა აი იმასთან იმას რა ვიღაც ხალი მოდიოდა რაღაც სწავლის მალევნებდა რა თქმა უნდა როგორც კი თვალს ვახელდი გავარბოდი სწავლის გასაკეთებლად და ვბრუნდებოდი შემდეგი დეტოქსი ძალიან უცნაურია ჩემი ცხოვრება და მაგიტო ვიძახი რომ მისტიკის ბჟერა მეთქი რა პირველი და ბოლო დეტოქსი იყო ჩემი თათასთან პირველი და ბოლო შუალედები იყო დეტოქსი არ იყო შუალედები იყო მე თვითონ ჩანაცვლება მე პენიტენციურ ციხე არ ციხემდე მონასტერი საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი მონასტერში 4 წელი ვიყავი მონასტერში ეგეც რაღაცა იქ ყოფნის პერიოდი კარგად მახსოვს კი არა და ძალიან კარგად მახსოვს და იქ კაი ცდილობები იყო მაგრამ რა თქმა უნდა დაბრუნება და უკან ანუ როგორც კი სოციუმს დაუბრუნდი ეგრევე მოხმარება მე პენიტენციური სისტემა ციხე სამჯერ ცოტა ხანი მაგრამ მაინც და მე მეტადონის პროგრამა ციხეში ნარკოტიკული დანაშაულის გამო. ხო, ციხეში ძირითადად ნარკოტიკული და იქ იწევდა რომ რა თქმა უნდა შეგეწყვეტ და იქაც იყავი ამ პროგრამაში. ცოტა კორექტულად მინდა ვთქვა რომ ეს არ შევეხო, მაგრამ ხო პირველად რაღაცა манипуляცია ხო ისე ხა დამოკიდებულ ადამიანს манипуляციები არ ეშლება და პირველად манипуляციებით რაღაც წამლები მქონდა დანიშნული რომელიც საძილე გამაყუჩებლები რომლებიც დღეს უკვე ნარკოტიკულ ნივთიერებად ითვლება მეორეჯერ რომ მოხდი უკვე ჩანაცვლებით თერაპია იყო ანუ იქაური დეტოქსი და პროგრამაში ვიყავი და პროგრამის მერე ისევ წამლები მქონდა დანიშნული და მესამე მხედრაზეც ისევ პროგრამაში ვიყავი მე რო დაუბრუნდეთ მე მახსოვს რომ შენ ამბობდი რომ ანუ ისეთ ასახელებდი რომ აი რაღაც გაოგნებული ვიყავი 15 წლისას უკვე გასინჯული ქონდა ისეთი ნარკოტიკი რავი მე ალბათ 15 წლისას ტელევიზორში მქონდა ეგენა ნახე ხო და იცი რა მინდა რომ ეხ მაყურებლისთვის კიდე კარგი გასაგები იყოს აი შენი აზრით აი უკან რომ მოიხედე ეხლა ამ ხელა შრომა რომ ჩადე შენს გამოჯამთელებაში ხო ეს დაკვირების საშუალება რო გაქვს
გაქვს თუ არა კითხვაზე პასუხი, რატომ დაიწყე ეგრე ადრე და აი ეს გარემოც რო აღწერო, საცხოვრობდი ეგეთ ადგილას, რომ ეგ ნორმალური იყო რა. აი, ნახე, სანდრიკ, ყველაზე უცნაური რაც არის, რომ ზუსტად გარემო, სადაც გავიზარდე, ძალიან კრიმინალური გარემო იყო, საბურთალოს დავიბადე გავიზარდე, ხო? მაგრამ ძალიან უცნაური რაღაც არის, ნახე. უფროსი თაობა, ვინც ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ, ხო? აი, როგორ გითხრა, აკრძალვა იყო ნემსით მოხმარებასი. აი, აკრძალვა იყო პირდაპირ, რომ პირველი ვინც და რო გაიგეს, რომ ნემსით მოვიხმარდით, კაიხანი ვემალებოდით უფროს მეგობრებს, იმიტომ რომ აი საშინელებას დაგმართა. ფინალი ის მოხდა, რომ თვითონაც დაიწყეს მოხმარება, მაგრამ ჩვენი შემხედვარი ალბათ. ეგ რა პოზა იყო. ხო, როგორი სტერეოტიპი იყო, ხე? მარიხუანის მოწევა ჩვეულებრივი ამბავია, მაშინ ოპიუმი იყო და ოპიუმის გადაყლაპვა ჩვეულებრივი ამბავია, ოღონდ ნემსი, აი ნემსი არ შეიძლება რა, იმიტომ რომ ნემსი მორფინისტი ხარ, ნემს თუ არ იკეთებ მორფინისტი არ ხარ რა. არასწორი დაყანა. ხო, აი ძალიან არასწორი შეხედულებები იყო რა და ძალიან უცნაური რა არის ისი, რომ თითქმის თავიდანვე ნემს მოხმარება დავიწყე რა. აი არ ვიცი, ბოლომდე ვერ ავხსნი. პირველი მოხმარება გახსოვს? ძალიან მაგრა და ძალიან მაგარი უცნაური რამეა რატო. პირველი მოხმარება პატარები ვიყავით, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ თათამ კარგად იცის მაგ ნარკოტიკის მომზადებას რამდენი ცოდნა, ესეთი ჩვეულებრივი ალქიმიკოსი უნდა ყოფილიყავი და რაღაცები ვერ გავაკეთეთ კარგად. და ცუდად გახსნე? სიცხე მომსა 41 და მთელის 4 საათი 41 მქონდა სიცხე. მაგრამ რამდენად უცნაურია, სულ მაგას ვიხსენებ, აი სიგიჟე, რასაც მე ვიძახი რა, როგორც კი სიცხემ გამიარა, კიდე მქონდა და კიდე მოვიხმარე. ისევ სიცხე მომსა. მაგრამ აი სანამ სიცხეს მომსემდა, იმდენად რაღაცა ჩემი აი რა დავარქო არ ვიცი, აი სიცარიელის შევსება მოხდა, რომ მერჩივნა ის 20 წუთი ყოფილიყავი კარგად და მე 6 საათი სიცხე მქონოდა, ვიდრე საერთოდ არ მომხმარა. და აი ეს სიცხე რას ნიშნავს? ანუ ორგანიზმის რა პასუხია? ეს არის პასუხი ინტოქსიკაციაზე, რომელიც ხშირად ხდება სხვათა შორის, თუ აი რაღაც დაბინძურებული, არასწორად მომზადებული და ასე შემდეგ და მეცაც გეტყვით, ოპიოიდების შემთხვევაში ხშირად ეს პირველი რეაქცია არის დისკომფორტი, ღებინების შეგრძნება, გულის რევა. ანუ არ არის პირველივე მოხმარება სიამოვნებასთან დაკავშირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ მაინც აგრძელებენ მოხმარებას როგორც წესი, იმიტომ რომ ამას არ აქვს ერთი მიზეზი. ძირითადად აი ეს მიზეზი შინაგანი სიცარიელის შევსება ძალიან ხშირია სხვათა შორის მოკლედ და ილუზორული მდგომარეობის მოთხოვნილება. მორცხვი ბავში ვიყავი. დიაში ვიყავი მორცხვი ბავში და იმის და მიუხედავად რომ ბევრი მეგობარი მყავდა, იმის მიუხედავად რომ შეყვარებული მყავდა, მაინც აი სუ კომპლექსები მქონდა, ხვდები? იმის და მიუხედავად რომ ვიღაცას რო შემოეხედა, ვიყავი ძალიან თავისუფალი ბავშვი, ძალიან აი აქტიური რაღაცები, ოდნავ იუმორი რა. უფროსებმა რო გაიგეს რომ უფროსებმა იმათმა ვის ნარკოტიკს მოიხმარდნენ, რო გაიგეს რომ აი ესე ნარკოტიკი ერთხელ გავიგეთ, ორჯერ სამჯერ სიცხე მომცა, არც ეს არ უთქვა თავიდანვე. მასწავლეს როგორ უნდა გამეკეთებინა რომ სიცხე არ მოეცა. რავი. ხო, ჩავთვალოთ იუმორი, ამანა სინამდვილეში კარგი იუმორი არ არის, მაგრამ ნუ მათაც სხვა გამოცდილება არ ქონდა და თავისობის ფარგლებში მოქმედებდნენ. და აი ეგრე რო იქცეოდი, რა იყო? ანუ მალაუდის ხო სინამდვილეში, ანუ რანიღაბი იყო, რომ მე ყველაზე კარგად ვარ, ყველაზე აქტიური ვარ, ყველაზე სუპერმენი ვარ. მაგრამ მოდი უცნაური რამე ვთქვათ, რომ მაშინ მეგონა რომ სუპერმენი ვიყავი. რაღაც პერიოდი მართლა გაკეთეს, ხო, ნარკოტიკის ქვეშ? ხო, ნარკოტიკის ქვეშ, რა თქმა უნდა. ნახე, მძიმე რა იყო, რომ მამა ჩემი სულ მეუნებოდა 3 რამეს რა. კიო არ მომატყუო, არ მოიპარო და ნარკოტიკი არ მოიხმარო. რომელი შეუსრულე მამას? ვერც ერთი სამწუხაროდ. დღეს უსრულებს ამის, დღეს უსრულებს ამის. რა თქმა უნდა და იმაში რატო ვერ შეუსრულე? ან რატო ვერ ვასრულებთ რაღაც დანაპირებებს რა, ანუ იცი რატო მოხმარებაში. ხო, მოხმარებამ დეც ნახე, რატო ვერ ვასრულებთ მაგ დანაპირებებს და იმიტომ რომ ყოველთვის ავტორიტეტი იყო მამაჩემი ჩემთვის. მაგრამ აი ინტერესი ერთი და მეორე სხვა კუთხით ავტორიტეტები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვისაც ვაძახ. ქუჩაში? ქუჩაში, რა თქმა უნდა, ხო.
გადაწონეს იმათმა მამაჩემის ავტორიტეტი სადღაც იმ მომენტში რა და პლუს და მეორე ნახე რამ გადაწონა ისა სანდრიკ რას თქვი რომ ისა განთავისუფლება აი ეს ილუზორული განთავისუფლება აი ამ კომპლექსების მარწუხებიდან რა რაღაცა თავისუფლების შეგრძნება იყო პლუს ნახე რა იყო სულ მინდოდა რომ ყოფილიყავი ცნობილი ხო რაღაცა თან ისეთი ოჯახიდან მოვდივარ რომ ცნობილი ბევრი მყავდა ოჯახიდან მეც მინდოდა რომ ცნობილი ყოფილიყავი ოღონდ ალბათ ნახე რაღაცა ჩემ თავში სხვანაირად იყო რაღაცები იმიტომ რომ იმით რითი ცნობილი იყო თქვა ბაბუა ჩემი ბებია ჩემი დედა ჩემი მამა ჩემი არა მაგით არ მინდოდა ცნობილი ყოფილიყავი სხვა რაღაცით მინდოდა ცნობილი ყოფილიყავი და ნახე ერთ-ერთი პირველი ვის სამეგობროში წამალი გაიკეთა ერთ-ერთი პირველი ვის ნემსის კეთება დავიწყე ერთ-ერთი ხვდები აი რაღაცა ეს აი ამით ხო მეგონა რომ ხო რაც უფრო მეტად ხულიგნური იქნებოდა ჩემი ცხოვრების სტილი მით უფრო ცნობილი ვიქნებოდი ხვდები ეს მოთხოვნილება ეს ერთ-ერთი ნაწილი რა არ მინდა რომ გამოვტო მე მოგიყვები და სანამ კიდე შევხვდები გიორგის როგორც პაციენტს რა ხდება ამასობაში ნუ მე შევდეგი როგორც ექიმად ახლა რა თქმა უნდა რეგალიებზე არ დავიწყებ ლაპარაკს ნარკოლოგიაც შეიცვალა გადატრიალდა იმიტომ რომ როდესაც დავიწყე მე აი როცა გიორგის მკურნალობდი მაშინ იყო ესეთი მკურნალობის მეთოდი იმდენად ძლიერი მედიკამენტები იხმარებოდა საძილე და სედაციურ საშუალებებზე მქონდა ლაპარაკი პაციენტს შეხვდებოდი დაელაპარაკებდი შეკრებდი ანამნეზი ეს არის მისი ცხოვრების შესახებ და დაავადების შესახებ ინფორმაციას, ანუ გაიცნობდი ადამიანს, შემდეგ იძინებდა პაციენტი და ერთ კვირაში მიდიოდა გამარჯობათ მე ვარ თათა ექიმი. აი ზუსტად. თავი დახდებოდა პრაქტიკულად პაციენტის გაცნობა და ბოდიში აი როგორ მახსოვს ცი? მახსოვს შესვლა ნარკოლოგიაში და მგონია რომ 1 საათი დავიზნია და გავიღუზო და ისევ თავიდან ისტოპ ექიმს რა. თურმე 10 დღეა გასული, 1 კვირა გძინავს. და ხშირად ვეკითხებოდით ხოლმე პაციენტს, რომ რამდენი ხანია რაც კლინიკაში ხარ და აი გუშინ შემოვედი და რეალურად 10 დღე წევს წარმოიდგენთ. ამის შემდეგ შეიცვალა მეთოდები, ხა დღესდღეობით ესეთი ბრჭყალებში გათიშვის მეთოდები აღარ იხმარება, უფრო მეტად ფიზიოლოგიური მდგომარეობებზეა დაყენება, იმიტომ რომ უცებ პაციენტი გათიშე, დააძინე და იღუძებს ძალიან ძლიერ შიმშილში, რომელიც გამოიხატება ფიზიკურ დისკომფორტში და რაც თავია ფსიქოლოგიურ დისკომფორტში. ანუ ეს მეთოდები უკვე აღარ იხმარება და ამასობაში გიორგის ისტორიები სულ მესმის, გიყვებიან ხო, გესმის მოკლედ და გიორგი ეკლესიის მონასტერში წავიდა, გიორგი დაოჯახდა, გიორგის შვილები გაუჩნდა და სულ ვიგებდი ამ ისტორიებს, მოკლედ გიორგის შესახებ და ერთხელაც მოკლედ მოდის გიორგი ისევ ჩემთან და გავაგრძელო ეს ამ თუ გიორგის გავაგრძელე. და გიორგი არის ჩანაცვლებით თერაპიაში. და მოვიდა და ისე მკურნალობა უნდა ჩვენ უკვე კერძო კლინიკაში მუშაობთ ნარკოლოგიურში და რაღაცა დოზები ასე შემდეგ როგორც ხდება ტრადიციულად და დავაწვინეთ გიორგი. დავაწვინეთ და არის ფხიზლად თავიდან რამდენიმე დღე უპრობლემოდ და რაღაცა პერიოდის შემდეგ სანდრო ეწება ისეთი აღკვეთის მდგომარეობა ლომკა ხალხმა რომ გაიგოს არა ადეკვატური მის მდგომარეობასთან შეუსაბამო. და ნუ ახლა ეს არ გამოგეპარება ექიმს და რაღაცაშია საქმე ვეუბნები გიორგი რაღაც შენს მიერ ნათქვამი დოზები და სიტუაცია და შენი ახლა ეს მდგომარეობა არ შეესაბამება ერთმანეს და უცებ აი როგორ მახსოვს რომ ეს შემომხედა და მითხრა თავისი რეალური დოზა რითაც დაწვა და რა მოგატყუა თავიდან მომატყუა მე ხა არ მინდა წავახალისო ეს მოტყუება იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება ნარკოლოგთან და ფსიქიატრთან არარეალური და არასწორი ინფორმაციის მიწოდება იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ კარდიოლოგები რომ ვთქვათ ობიექტურად გავსინჯოთ ან გადაუღოთ კარდიოლოგ მიხედვით მკურნალობა დაინიშნა და რა თქმა უნდა მკურნალობა ინიშნება კლინიკური შეფასების ფონზე და რაც თავარია პაციენტის მოწოდებული ინფორმაციის ფონზე და აღმოჩნდა რომ გიორგი არის იმ დოზასთან შედარებით 10 მაგ დოზაზე რაც უნდა იყოს რაც არის მისაღები მკურნალობისთვის და წარმოვიდგინე ერთი მომენტი გამიელა რომ ეხა ვეტყვი მეთქი რომ გიორგი მოდი ეხა მე შენ გაგიშვებ შენ მოემზადე დოზა დაწი ფსიქოლოგიურადაც
მოემზადე ფიზიკურადაც და მე მოდი, მაგრამ მე აი უცებ რაღაცა რო გადაგიტრიალდება და ვუთხარი, იცი რატო უთხარი სანდრო? აი ესეთ ცუდად იყო ძალიან და აი როგორ მახსოვს ის მომენტი არ ამომდის, აი ესე იწვა და ითამენდა ამ სიმპტომებს და არ მეუბნებოდა რომ მიშველე დამატება და მომეც უთხარი რომ დარჩენილიყო ანუ და ამიტომ უთხარი რომ მოდი გიორგი შენ დარჩი მე ხამ დოზას გავითვალისწინებ რაც შემიძლია და მოდი ბოლომდე მივიყვანოთ ეს ყველაფერი და მე და გიორგი დავიწყეთ ბრძოლა. დავიწყეთ ბრძოლა რაც არ იყო მარტივი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოფილიყო ის დოზა რაც მე ვიცოდი არ იქნებოდა ხა აი ესე დისკომფორტებთან ნამდვილად დაკავშირებული და დავიწყეთ ბრძოლა. მაგრამ ხვდები რომ მიდის კურნალობა ბოლომდე და ეს ადამიანი უნდა გაუშვა ისევ იმ სიტუაციაში, ისევ იმ პრობლემებში, ისევ იმ სტრესებში და ჰაერში ფაქტიურად და აქ უკვე გამოჯანმრთელების შანსი იყო პრაქტიკულად ნული. ამას ხვდები ვათვიცნობიერებ და კიდე რომ უყურებ რომ აი ესე ითმეს და ბოლომდე მოკლედ არ ვიცი ხება თვითონ იმ დროს არც თუ ისე მყარი мотиваცია ქონდა, მაგრამ ჩემი გადასახედიდან ძალიან მონდომებული იყო. რამ გაგაძლებინა ეგ თქვი აი ნახე ცოტა არ მიყვარს ხოლმე ეგეთ რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ კარჩი ბოლო 6 თვე როგორ ცხოვრობდი, იცი? ყოველ ღამე აი განსაკუთრებულად ბოლო 1 თვე რა, მაგრამ აი 6. კარჩი ყოველ ღამე ვიძინებდი იმ თხოვნით ღმერთს, რომ მეთქი აღარ გამაღვიძო რა. აღარ შემიძლია მეთქი. ნახე, როგორც უცნაურია ხშირად ვახსენებ ხოლმე, რომ მონასტერში ბევრი წელი ვიცხოვრე რა და მეტნაკლებად ღმერთთან შეხება და რა თხოვ ვიცოდი, ხო? და კარჩი ვეხვეწებოდი ერთ რამეს, რომ მომეც იმის ძალა, რომ შევძლო რომ თავში ვისროლო რა, რომ თავი მოვიკლა. და ბიჭო არ ქონდა მაგის ზალა რა, უკვე აი მართლა არ ქონდა მაგის ზალა, იარაღიც ქონდა, მარტო ცხოვრობდი იდეაში რაღაცა, მაგრამ აი მაგის ზალა აღარ ქონდა. და მაგარი უცნაური რამე მოხდა, ნახე, ძალიან უცნაური რაღაც მოხდა. რატო ვეძახი უცნაურს? ჩანაცვლები თერაპიაში რო ვიყავი, მაშინ გარკვეულ პერიოდში შეგეძლო დაგეწერა განცხადება და გაფინანსებდა სახელმწიფო, რომ მოხვედრილიყავი დეტოქსში. და უკვე ძალიან დაძაბული ურთიერთობა მაქვს მამაჩემთან, რა თქმა უნდა ოჯახები დანგრეული, ასე შემდეგ. ანუ მამაჩემი ტვინს მიჭამს რა, რომ აღარ მელაპარაკება და იმ პირობით შემოვირიგე, რომ მეთქი წამო და შენ თვალ წინ მეტი რითი დაგიმტკიცო, დავწერ განცხადებას, რომ დეტოქსში დავწვე. და ამ დროს ვიცი, ეს ხდება ერთი 9 თვით ადრე, სანამ დეტოქსში დავწვე, ძალიან დიდი რიგები იყო რა და თავში რა აზრი მიტრიალებს, სირო ეხა ეს დაწნარდება და კაცო სანამ 9 თვე გავა და ვიზღა გაახსენდება შენ დეტოქსში. და ბიჭო ბოლო ერთი როგორც გითხარი, არც მახსოვს დაწერილი რომ აქვს სანდრი განცხადება. მართლა არ მახსოვს რა. ბუნდოვნად რაღაც რო დავწერე და არ რეკავენ. და აი მძიმდები. რატომ მძიმდები? თან ნახე, პანდემიის პერიოდია, პირველი ტალღა არის პანდემიის, გატანის პერიოდია. წარმოიდგინე, იქამდე თუ ჩანაცვლები თერაპიაში გიწევს მაინც ყოველდღე გამოსვლა და მისვლა და მეტნაკლებად მაინც რაღაცა სოციუმთან, კი მომხმარებელთან, მაგრამ ვიღაცასთან ურთიერთობა მაინც გიწევს, პანდემია და წარმოიდგინე 5 დღეში ერთხელ გიწევს სახლიდან გამოსვლა. ანუ გამოვდივარ პრეპარატს ვიღებ, მივდივარ და ვწვევი და 5 დღე აღარ ვდგები. ანუ აი როგორი პერიოდი მაქვს, იცი, სულოგინში ვარ, აღარ ვდგები და ხვდები უკან და ბიჭო მივხვდი რომ აი ამდენ რამეს გადარჩენილი უეჭველი მოვკვდები მეთქი რა. მოვკვდების თავი განები თავს მოვიკლავ და უცბად მირეკავს თათა, რომ დროზე ხვალ მოდიხარ წვები. და რა ვარია და ხვდები რომ ხო მე მზად არ ვარ შანსი რო გავუშვა. დოზა უნდა დააკავო. დოზა ზუსტად არ მინდა დოზები ვახსენო, მაგრამ ზუსტად 10 ჯერ ნაკლებ დოზაზე უნდა ვიყო, რომ მიმიღონ დეტოქსში. და ვიცი რომ ამ შანსის გაშვება, ვაფშე სიცოცხლის გაშვება, შანსი აღარა მაქვს. ეხლა მე ის წარმოდგენა რომ რეალურად მე რა გაგრძელდება, არ ვიცი, იმ წამს შენთვის თავარია რომ ამიდან გამოვიდე, მე რაღაცა იქნება. და აი როგორ მივდივარ 2000-დან, თან მაგრამ მიტყდება, მაგრამ ეხლა ისეთ მოხმარებაში ვარ, ტყუილი კი არაფერი აღარ მიტყდება, ხო რა თქმა უნდა, ისეთები მაქვს ნაკეთები და თათას აი ესე თვალებში უყურებ და კი თათა მაგდოდაზე კი რა, დაჟე ცოტა უფრო ცოტაზეც ვარ, მაგრამ ნუ ჩათვალე რომ მაგაზე ვარ თქო რა და ხო, მაგრამ აი რამ გამაჩერა სანდრიკ? სასწაულმა ერთი და მეორე
ზუსტად ვიცოდი რომ ბოლო შანსი მქონდა. არ ვიცი რატო, მაგრამ ვიცოდი რომ ბოლო შანსი იყო. ეგ ის არის. ადამიანისთვის აი მართლა 8 ამის მერე შანსი აღარ გაგდა ეს. მანამდე თუ რამე ჯოკრების კალოდა ხელში გეჭირა და ყველაფერი დახარჯე და აღარ გაკ. აი მე მართლა ან სიკვდილია ან ბოლო გადაჭირა. ბოდიში ერთ შეგაწყვეტინებ, რატომ მივხვდი რომ ბოლო შანსი მქონდა ერთ-ერთი რა. მაგდროს გზილხმას ვატარებდი რა. გახსოვ ვარ შენს შენს რა თქმა უნდა გახსოვ ხარ და ბევრი მეგობარი მყავს გარდაცვლილი, ბევრჯერ მithქვია და ბევრმა იცის და სამწუხაროდ დღესაც გრძელდება ეგ ყველაფერი და ამ დაავადებას ბევრი მეგობარი მიყავს და ერთ-ერთ ჩემ გარდაცვლილ მეგობარს მახსოვს რომ ემშვიდობებოდი, ჩავეხოდი და თავზე ხელი გადავუსვი გარდაცვლილს რა და თმებზე რა შეგზნებას ჰქონდა მახსოვდა ხელზე რა და თავზე ხელს რო ვისმევდი ზუსტად იგივე შეგზნება გამოიშთა და მივხვდი რომ აი მკვდარი ვარ რა მორჩა ანუ აი მკვდრის სუნი მცემდა რა აი გადატანით მნიშვნელობაში არ ვიზახი მართლა ეგ სუნი მცემდა და შო ნუ მეთქი შანსი აღარ არის და აი ეს რაღაცა რომ განათთა მეთქი ნუ არ არსებობს უნდა გაუძლო რა ნამდვილად უძლებდა. უძლებდა ეს იყო სასწაული, სანდრო, აი ვერ წარმოგიდგენია მე დამატებას არ უთხოვ. მე რას უყურებდი, ვერ წარმოგიდგენია და ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ეს ორკვირიანი მკურნალობაა და მიდის დასასრულისკენ და რა ვქნა, აღარ ვიცი და თან ხა ემპათია მიხედავთ იმის რომ ამდენი წელი გავიდა, აი არ დამიკარგავს და განსაკუთრებით ესეთი ჩემი პირველი პაციენტების მიერ და არა მარტო. და ვფიქრობ რა გავაკეთო, რომ ამ ადამიანს უშველო. კარგი, ეს 14 დღე ჩავამთავრეთ, წავიდა პრაქტიკულად ლომკაში და რა ხდება და უცებ მომდის და გამოსავალი ვფიქრობ. და ავდექი, ავიღე ტელეფონი და არ მიყვარს დიდად თხოვნები და დაურეკე და უთხრა რომ მეთქი ერთი ბიჭი მყავს ჩემი პაციენტი, რომელიც არის ძალიან მონდომებული და გამოსავალს მაშინ ესე ადგილები არ ქონდა და ძალიან გთხოვთ მეთქი, რომ გამითვალისწინეთ და ერთი თვით გაუშვით მეთქი. ვითხოვე ერთი თვე. და ნუ ველოდები ხა რას მეტყვიან და ძალიან ნერვიულობ და მახსოვს აი ზარით ზუსტად მახსოვს რომ დამირეკეს რომ დათავ ერთი თვე კი არა 3 თვე გავუშვებთ და გიორგისთან შემდივარ როგორიც გახარებული გიორგი 3 თვით მიდიხარ და ეხა მე იწყება გიორგის ახალი გზა და ისა რა ქვია მე მგონი შენ კასტილები ქონდა რეაბილიტაცია ეგრე ახვედი სანამ რეაბილიტაციაზე გადავალთ რა რომ კედელზე კიდია ხო, რო მოყვია ერთი შენი დღე პროგრამაში ხარ ჩანაცვლებით თერაპიაში, სუდად ხარ, უკვე 5 დღეში ერთხელ გამოგახ სახში იძინებ წვები. აი ეს ერთი დღე როგორი იყო, ეს რა ტანჯოსთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ ვიღაც შეიძლება ეხა უყურებდეს ამას და იგივენაირად სუდად იყოს, ხო? და იმედი არ ქონდეს არაფრის. მე მინდა რომ აი ამითი ამ ადამიანებს ვანახოთ, რომ ყველაზე ცუდიდანაც შეიძლება რომ წამოდგეს ადამიანი. ნახე სანდრიკ მე ხა კონკრეტულად არ მინდა რომ რაღაცა ჩანაცვლებით თერაპიაზე ან ცუდი თქვა ან კარგი თქვა, იმიტომ რომ ზიანის შემცირების მიხედვით ბევრისთვის საჭიროა და ვეთანხმები ამ ყველაფერს რა. მაგრამ ჩემ ძიმე მდგომარეობას რას ხვდები, ნახე ერთი დღე კაი, მოდი ერთი დღე გავიხსენოთ, რომელი დღე იცი? ერთ დღეს თვალებს ვახელ და მივხვდი რომ დაახლოებით 6 თვეა მაგ მარტო არახისის კარაქი ნაჭამი. ხო, აი ეგეთი სიგიჟეები მქონდა. ანუ აი წარმოიდგინე, ჯერ ყველაზე უცნაური რა იყო, რომ ხალათი დადიოდა მახსოვს მაგასასამართლო, გარეთ გავდიოდი, გარეთ გამოდიოდი, რაღაცა სახლის ხალათით. ანუ ჩემი ცხოვრების არსი, აი მთელი არსი იყო რა, რომ თან ნახე გატანებია. რა თქმა უნდა, მე მიჭირს ამის 5 დღე გადანაწილება. კი, 5 დღის დოზა გვაქვს, მაგრამ ხო ისი აი პირველივე დღეს 2 დღის მოხმარება. ანუ თავარი მისია, წარმოიდგინე ცხოვრების მისია რო გაქვს თავარი რომ როგორმე მე-5 დღემდე მიაღწიო. მეტი არაფერზე არ ფიქრობ. ფიქრი არ არის, ანუ კაი, მძიმე რა გავიხსენო ძალიან, ბევრი რამე შემელია მძიმე, ჩემი ცხოვრებაზე მძიმე რა გავიხსენო. აი, მაგალითად შეიძლება 3 თვე ისე გასულიყო, რომ შვილები რომ მყავდა, ვაფშე არ გამხსენებოდა რა. აი, საერთოდ არ გამხსენებოდა, რომ შვილები მყავდა. მაგალითად შეიძლება 5 დღე ისე გასულიყო, რომ ზოგჯერ ასხუმრობდი, იცი? რა კაია, ჩანაცვლებით თერაპიაში ჩამოსხმელები, რომ გოგოები არიან, ველაპარაკები გოგოს მაინც მეთქი, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში საპირისპირო სქესთან ლაპარაკი, ვაფშე ანუ ან ფიზიკურად, აი ჩემთან რა უნდა რატო უნდა დამლაპარაკებოდნენ? აი ინტერესი რა უნდა ყოფილიყო. ხვდები რას ვიზახი? ანუ აი
კი ხუმრობ ეხა, იმიტომ რომ ბევრი წელი გავიდა და ძალიან ძიმეთ მახსენდება. ძალიან ძიმე გავიარე. ადვილი არ იყო ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება. ნახე რა არის, აი სანამ დავიწყებდი ჩაწერას გავიხსენეთ, ხო ბავშვობაში წყალბურთს თამაშობდი და საკმაოდ კარგად თამაშობდი. კაი წყალბურთელი ვიყავი, წარმატებული ვიყავი. ბევრი პერსპექტივა მქონდა ცხოვრებაში. სწავლა მიყვარდა, კითხვა რაღაცები ძალიან მიყვარდა, ხვდები? სანდრიკ და ანუ ძალიან რთულია და ბევრი ძალიან რთულია, როდესაც ხო არის მომენტები, აი მოხმარებიდან მოხმარებამდე, რაღაც წუთები, წამები, ან შეიძლება საათები, ხო დილით რო გავიღუზე, სანამ მივედი და მოვამზადე. ამამეში ფხიზელი ხო ხარ? და წარმოიდგინე, აი მაგ წამებში რო უცბად სარკეში ჩაიხედები და ვაფშე ვინ ხარ? ანუ სად იყავი და დღეს სად ხარ, ხო? და ნუ აი სირცხვილი არ ვიცი, შეურაცხყოფა საკუთარი თავის და ხო გეუბნები სანდრიკ, აი თათამას კარგად იცი, შენ კარგად მიცნობ, იმიტომ რომ ერთად დავიწყე და გახსოვარ მე ძლივს რო დავდიოდი დასიებული ფეხებით. რეალურად აი წარმოიდგინე რა დონემდე უნდა მიხვიდე, რომ ღმერთს თხოვო თვითკვლელობის ძალა. ხო? აი ხვდები სად ვიყავი, რომ ღმერთს მაგას თხოვდი, რომ მომეცი ძალა რომ თავი მოვიკლა. ეგეთი კითხვა გამიჩნდა თათა. რომელი უფრო ადვილი სამართავია და თუ არის განსხვავება პაციენტის ასაკში, ანუ ახალგაზრდა პაციენტი თუ, აი ვთქვათ, გიორგის ასაკის. დაღლილი. და სხვაობა რა არის რა? იცი როგორ არის, მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია და ადამიანზეა დამოკიდებული მის განვითარებაზე, мотиваციაზე, ბევრ ოჯახზე, ბევრ რაღაცაზეა, მაგრამ როგორც წესი, შედარებით ასაკის მქონე პაციენტებთან მუშაობა ბევრად ადვილია. მე თვითონ უნდა მივიდეს ადამიანი რაღაცა დასკვნამდე. უნდა ამ დაავადებას აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება, სხვა ბევრ დანარჩენ ცუდ თვისებებთან ერთად, რომ სხვის შეცდომაზე ვერ სწავლობ. როგორც წესი, აი ფსიქიკას აქვს ესეთი განდევნის უნარი, მოკლედ, რომ აი მას დაემართა ის, გარდაიცვალა ის, დაიჭირეს ეს, გაუბედურდა, მაგრამ მე არ დამემართება. ანუ ფაქტიურად სულ ტყუილში ცხოვრობ, შენ თავს ატყუებ, რომ ყველას დაემართება და შენ არა. და აქედან გამოდიოდა, რომ საკუთარ თავზე სანამ არ გამოცდი, რა უბედურებებთან არის დაკავშირებული ეს დაავადება, როგორც წესი პრობლემის გათვითცნობიერება გიჭირს და ეხლა მე ყოველდღიური შეხება მაქვს ამ პაციენტებთან და ხშირად როცა ვზივარ და იღება კარები და 20 წლის ბიჭი შემოდის, აი სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ნეტა ის შემთხვევა იყოს, ერთეული შემთხვევა, რომელსაც მართლა რეალურად უნდა, იმიტომ რომ პატარა ბავშვებთან, ბიჭებთან, გოგონებთან არ აქვს მნიშვნელობა, ჯერ ძალიან დიდი ენერგია მივგდეს იმაზე, რომ გაათვითცნობიერება პრობლემა. мотиваცია როგორც წესი არის ფორმალური და მოდიან ოჯახის დასანახად, ისე როგორც თავის დროზე გიორგი მოვიდა. და ალბათ პატარა ასაკში მუდმივად გაქვს განცდა, რომ კიდე გაქვს ბევრი დრო და ამას კიდე ვიზავ ეხა ჯერ ადრეა. სულ მეშინია ხოლმე რომ ვლაპარაკობ მე ჩემ ასაკით, ჩემი ასაკით, ჩემი გამოსულებით, სულ შიში მაქვს მაგის რა, რომ ვიღაცა ვისაც ეხა აქვს დაწყებული, აი ის არის ფიქრს, რომ 47 წლის რო გავხდები მე მეც კი დავანებებ. აი სულ მაგ შიში მაქვს რა. ეხლა ის ნარკოტიკებიც აღარ არის, გიორგი რაც ადრე. დრო თუ გვაქვს ერთ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტს მოვყვები. ნახე სანდრიკ, აი ძალიან გარდატეხა რა მოახდინა კიდე ჩემში, როდის დავიწყე ფიქრი გამოჯანმრთელებაზე. მახსოვს 16 წლის ვიყავი და მოვხვდი უფროს თაობაზე, უფროს თაობასთან ერთად ნარკოტიკის გასაკეთებლად. თუმცა უფროს თაობას კარგად უნდა დავფიქრდი, რაც გულისხმობ. მაშინ ჩემთვის უფროს თაობა, ეხა ჩემზე ბევრად პატარები რო იყო. ხო, მაგინე 40 წლისები იყო და მე ვიყავი 16 წლის. და მახსოვს, რომ მაგრა წვალობდნენ მოხმარების გულისთვის რა, ანუ წამლის გასაკეთებლად მაგრა წვალობდნენ, ვენები აღარ ქონდა, საშინელ დღეში იყვნენ რა და მე პატარა ბიჭი ვარ, 16 წლის ბიჭი ვარ და აი ამ ხალხს უყურებდი და ზუსტად ფიქრობდი იმას, რომ მე თქვენაირი აი არასდროს არ გავხდი. მე თქვენამდე კი არა, თქვენ ნახევრამდე ვერ დავეცემი და მაგრამ ახსოვს სანდრიკ 42 წლის ვიყავი გამოჯანმრთელება რო დავიწყე. უпростоრად 42 წლის რო გავხდი 10 დღის ფრიზელი ვიყავი რა. ხო და 40 წლის ვიყავი დაახლოებით 41 წლის და ზუსტად იგივე სიტუაცია, უკვე ჩვენ ვართ 40 წლისები და 17 წლის ბიჭია ჩვენთან ერთად და აი რო შევხედე, ზუსტად მაგ თვალებით გვიყურებდა, რომ მე თქვენაირი არასდროს არ გავხდები, იმიტომ რომ უკვე აი როლები გქონდა შეცვლილი, უკვე მე და ჩემი მეგობრები და ჩემთან ერთად ყოფილი ადამიანები ვიყავით ის, ვის მაგრა ვწვალობდით რა. ხვდები და აი
იმდენად იმოქმ ამ ბავშვის თვალები დღემდე მახსოვს ვეღარ ვიპოვე იმიტომ რომ შემთხვევით მოხვდით ერთად არც სახელი ვიცი არც გვარი ვიცი მაგრამ აი თვალები მახსოვს და სულ ვიზახი რომ ნეტა თუ ცოცხალია და თუ მხედავს და თუ მიცნო რომ მოვიდეს ჩვენთან აი ძალიან მაგრამ მინდა იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი მოტივი იყო რა შენ ახსენე რომ გიორგის უთხარი რომ რაღაც ახალი ნარკოტიკებია და მოდი მაგაზეც რომ გველაპარაკო კარგი იქნება რომ რა შეიცვალა მოხმარების და ნივთიერებების სცენაზე ამ პერიოდის განმავლობაში, აი რაღაც შენი პირველი პაციენტებიდან, გიორგის პირველი დეტოქსიდან დღემდე და გოგოების რო ახსენე, კარგი იქნება ვთქვათ, როგორი არის ეს გამოჯამრთელების სხვადასხვა ფაქტორის სტატისტიკა, ქალები მოდიან, აი ეხლა რა სიტუაცია, რაღაც ბევრი ვილაპარაკე ცოტა წარსულზე და ეხლა არის უმძიმესი სიტუაცია. მარტივად რო გითხრათ, მაშინ თუ ეს იყო სასწაული, ჩვენთვის თერაპიული სასწაული, რომ ადამიანს ფსიქოზი აქვს და ადამიანი არის უმართავი და სოციალურად საშიში, ეხლა ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა სამწუხაროდ. ეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელიც არის დღესდღეობით საქართველოს ნარკოსცენაზე, იწვევს პირდაპირ ადამიანის პიროვნების ჩამოშლას. შეიძლება რომ ერთი მოხმარებით მოხდეს ეგ? შეიძლება ერთი მოხმარებითაც გააჩნია ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური და დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან, დატვირთვასთან, მემკვიდრულთან, ბევრ ფაქტორთან. შესაძლებელია ერთმა მოხმარებამ მას გამოიწვიოს, თუმცა რაღაც ეტაპზე ყველას ემართება, როგორც წესი. არიან ადამიანები, ვინც აი ბრჭყალებში ამაყობენ, რომ აი მე ამდენი ხანია მოვიხმარ და აი შემომხედე და არაფერი არ დამემართ, ამ დროს შეხედავ და ფიქრობ, როგორ არ დაგემართა, უბრალოდ შენ არა გაქვს ახმა და არა გაქვს კრიტიკა. შენი მდგომარეობის მიმართ. პროტოკოლები როგორ შეიცვალა, ანუ მათი მართვის რა რაღაც დღეები გაიზარდა, ნივთიერებების წამლები რაღაცა, აი სხვაობა არის, რაოდენობრივად მეტი დღე ჭირდება დეტოქსისთვის, თქვა პროტოკოლები შეიცვალა, წინ წავედით, რა თქმა უნდა, კიდე კარგი იმ ეტაპზე არ ვართ დარჩენილები, მედიკამენტები უფრო ისეთი გახდა, როგორც გითხარით, მოკლედ უფრო ფიზიოლოგიურად მიდის მკურნალობა და რაც მთავარია, მაშინ როდესაც ჩვენ დავიწყოთ ურთიერთობა, პრაქტიკულად ფსიქოთერაპიას ისეთი სახე ქონდა, მოკლედ ისეთი ფორმალური ზედაპირული და ეხლა ძალიან ესე დაყენება როგორც დეტოქსიკაციის დროს ასევე შემდეგ არ მარტო მხარდამჭერი თერაპიები შემოვიდა მედიკამენტები რეალურად შეიცვალა ეს არის მნიშვნელოვანი ექიმების შეიცვალენ წინ წავიდნენ მაგრამ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს რაც შეეხება აი რაზეც მე უკვე ვისაუბრე ეს ადამიანები რომლებიც არიან დეგრადაციის მდგომარეობაში და ფსიქოზურ მდგომარეობაში სოციალურად საშიში ადამიანები ანუ ეს იმას ნიშნავს რომ საფრთხეა საკუთარი თავისთვის და გარშემო ხათა და ასაკის გაახალგაზრდაოდა ხო? ასაკი ძალიან გაახალგაზრდა, იმიტომ რომ ფსიქოზამდე მაშინ ადამიანი რომ მისულიყო, წლები უნდა მოეხმარა უმძიმესი ნარკოტიკები. და ეხლა არის ისეთი ნარკოტიკები სინთეზურ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ვლაპარაკობ, თუნდაც მარიხუანას ჰიბრიდებზე და ასე შემდეგ, რომელსაც არ უნდა არანაირად წლები აქვს, თვეებზეა ლაპარაკი. თვეებზეა ლაპარაკი და ამ შემთხვევაში ძალიან ხელფეხ შეკრულები ვართ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ხშირად არ უნდა თვითონ მკურნალობა, ვერათვით ცნობიერებენ და ასე ნარკოლოგიურ კლინიკებში ვერ ხდება მათი მოთავსება და ეს სოციალურად საშიში ხალხი ქუჩაში დადის. ეხა ვიღაც იკითხავს ან დაწერს, მე დააკომენტარებს, რომ აი ამიტომ შეიძლება იძულებითი მკურნალობა იყოს კარგი. ანუ თუ ადამიანი ვერაცნობიერებს. თქვენი პოზიცია როგორია? ორივე პასუხი საინტერესოა. ამ შემთხვევაში იძულებითი არა, ამ შემთხვევაში არის არანებაყოფლობითი მკურნალობა, ეს განსხვავებული ცნებები. არანებაყოფლობითი მკურნალობა არის, როდესაც ადამიანი არის სოციალურად საშიში, საფრთხეს წარმოადგენს, თვითონ ვერათვისნობიერებს მდგომარეობას, თავის სიტუაციას და ამ შემთხვევაში აუცილებელია მისი იზოლაცია და მკურნალობა არანებაყოფლობით, იმიტომ რომ საკუთარ თავს და სხვებს არ მოუტანოს ზიანი. იძულებითი მკურნალობა სხვა არანებაყოფლობითი მკურნალობა ამ შემთხვევაში არის აუცილებელი. და შენ ზეთახმები რომ კი აუცილებლად. ნახე სანდრიკ ნახე ის მე ცოტა კიდე სხვა კუთხით უდგები რას ნახე ის რომ ვიღაცა 42 წლის გახთა და ისე დაიღალა რომ მზად არის ჩემსავით რაღაცებს გაუძლოს ხო ეს არის ძალიან დაბალი პროცენტი და არსებობს ისეთი შემთხვევები ჩვენს პრაქტიკაში ხო რომ აი ეს რაღაცა არანებაყოფლობითი მკურნალობით დაიწყო და რეალურად გადაიზარდა. ჩვენ როგორ ვეძახით, ხო, გარე мотивაციით დაწყებული გადაეზარდა შიდა мотивაციაში, ხო? გარე мотивაცია არის
შეუქმნეს სიტუაცია ისეთი, რომ დაიწყო მკურნალობა და მკურნალობის პროცესში ჩაება და რეალურად მიხვდა, რომ დედის, მამის, ცოლის იძულებით კი არა და აი ძალით მოყვანილი თუ ხათრით მოყვანილი ხდება, მიხვდა, რომ მას ჭირდება. ამიტომ ნახე, ჩემი მიდგომა ესეთია რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით იწყებს, უფრო კარგია, მაგრამ ნებისმიერი ფორმით დაწყება გამოჯანმრთელების არის ჩემთვის მისაღები. ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტი მოდის ფორმალურად და ამაშენ პირველივე დანახვაზე ხვდები. მაგრამ მე ხშირად ეს პაციენტი გიბრუნდება და გეტყვის, რომ შენ მე ისეთ წერტილზე დამაჭირე, შენ მე ისეთი რაღაცა მითხარი, რომ ჩემს ფსიქიკაში მოხდა გარდატეხა, აი ავატარში როა, რომ უკავშირდებიან ესა. ხო, და ნერვული კოდით უკავშირდება მის ნერვულ ბოჭკოს და თითქოს რაღაცა ფსიქიკური სინქრონიზაცია ხდება, ერთიანობა. თერაპევტსა და პაციენტს შორის რა ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი კაუშასაც ვიზი. ხო, რატო ეხა შენ რაც თქვი, რა პოზიციიდანაც თქვი, მაყურებლისთვის ისე ვამბობ, რომ გასაგები იყოს, შენ რო ამ საშინელი შენი წარსულიდან რეაბილიტაციაში ახვედი ყავარჯნები რო გადააკეთე, ხო? რაღაცა და სასწაული მოხდა. დღეს ხარ ადამიანი, რომელიც სხვებს ეხმარები. გამოსავალში მუშაობ, დღის ცენტრის ხელმძღვანელი ხარ და შენი წარსული რამდენად განაპირობებს შენი დახმარების აი ხარისხს და რა ჩრდილია შენი თუ გეხმარება თუ მადლობთ, კაი კითხვა, საინტერესო ნახე. ორი მხარი აქვს, ხო? მედალს ორი მხარი აქვს, რეალურად სამი აქვს, მაგრამ ნუ ორ მხარეზე ვისაუბროთ. ერთი მხარი არის ის, რომ ადამიანი მოდის და ჩემი წარსული იცის და ცოტა არის კატეგორია, თქვა ან ოჯახის წევრები, ან კატეგორია, რომ კაი რა მე და შენ ერთნაირები ვართ და რეალურად შენ მე რა უნდა მასწავლო. და ვეთანხმები იმ მომენტში, რომ პირველი შეხვედრა რომ არის ხოლმე ესეთი. მეორე მხარი არის ის, რომ ხშირად ეხა მე თვითონ ჩემ თავს ვიხსენებ მოხმარებაში, რომ როდესაც ექიმი მელაპარაკებოდა რაღაცას, თავში სუის ქონა, რომ კაი რა შენ იმდენი წიგნი გაქვს წაკითხული, შენ რა იცი მე რა ტანჯვა მაქვს. გავლილი ან ეხლა რა ტანჯვას გავდივარ. ამ ყველაფერს მეორე კატეგორია ვერც მეუნება და არც ფიქრობს, იმიტომ რომ ზუსტად ხედავს, რომ მე რეალურად ცოცხალი მაგალითი ვარ. მაგრამ პლუს ძალიან საინტერესო რა არის, იცი? ჩემმა დღევანდელმა პროფესიამ განაპირობა ჩემი დღევანდელი სწავლა. ხო, ადიქსიის კვლევები, მაგისტრატურაში სწავლა. ზუსტად იქ წახვედი სასწავლებლად. ეხლა მიყვარს ტრაბახი, მაგრამ არის ჩემთვის სატრაბახოა, იმიტომ რომ ამასინა ჩვენმა მეგობარმა უცბად გეკი რა, რეფერატს წერდი სამსახურში დრო მქონდა და რეფერატს წერდი და ჩვენი მეგობარია, ჩემი თანამშრომელია თან და მიცნობს ბავშვობიდან და შემოიხედა რას აკეთებოდ, მე ვთქვა რეფერატს წერ მეთქი და აი ხედა და მე მგონი სასწავლები მართლა ხდებაო რა, იმდენად დაუჯერებელი იყო რა. ეგ კარგი ის არის. მე ხო ჩავწეროთ ხო? რომ ანუ ადამიანი რომელიც ბჭყალებში მეშნიკოვის იმ საშინელ რაღაცა ნარკოლოგიურ შენობაში მოხდა ფსიქოზით. დღეს ილიას უნივერსიტეტში ადიქტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს მაგისტრატურაზე. ხო. ეს გზა მოკლედ და მართლა სასწაულია ალბათ რა. და აი ეგ სასწაული ამ სასწაულებს თქვენი აზრით ხელშესახები რამ გახადა? პირველ რიგში რამ გახადა სანდრიკ ნახე, ძალიან მიყვარს, რატო მიყვარს და მიყვარხარ ჯერ ჩემი მეგობარი ხარ ეს და ძვირფასი და მაგრამ ნახე ეს პოდკასტი რატო მიყვარს, იმიტომ რომ გაბედე ქვია. და იმის გამბედაობამ რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა დავიწყეთ ლაპარაკი, იმის გამბედა, აქაც ცოტას ვიტრაბახებ რა, ხო ისი მიყვარს ტრაბახი. მეც ვიტყვი შენს მაგივრად. 5 წლის წინ ვიყავი ერთ-ერთი პირველი ვის ამაზე დავიწყე ლაპარაკი. ხო, მაშინ ტაბუდადებული იყო, არ შეიძლებოდა მახსოვს რომ ბევრი ჩემს გარშემო ჩემთვის ძვირფასი ადამიანი რომელმაც კარგად იცოდა ჩემი ცხოვრება, ნაწყენი დარჩა ჩემზე რომ ესე ხმამაღლა როგორ ილაპარაკე და ოჯახის როგორ არ შეგცხვა და როგორ არ გცხვენია მამაშის თვალებში როგორ უყურებ და როგორ არ გაითვალისწინე რაღაცეები და ვიღაცებს წინ დახვდება და ასე შემდეგ ასე ეს ბევრი იყო და ნაფიქრიც მქონდა ამაზე, მაგრამ აი ამ გამბედაობამ და ნახე სოციუმში ინტეგრაციამ ზუსტად აი ეს სასწაულები
ის ხელჩასაჭიდი და ხელმოსაგი და დასანახი გაგხადა, ხო? რატო რომ ნახე ხშირად ვიძახი, რომ აქ მოსვლას და ამ თემაზე ლაპარაკს ძალიან დიდი გამბედაობა უნდა მოგხვები. მაგრამ არანაკლები გამბედაობა ჭირდება ფხიზელმა იცხოვრო. ძალიან ელემენტარულ რაღაცებს გეტყვით, ნახეთ, აი ძალიან ელემენტარულ რაღაცებს. მეორე ნახევართან ერთად კინოში წასვლა. ვიღაცის ხო ჩვეულებრივი ამბავია. პირადად ჩემთვის პირველად ამის გაკეთებაზე ძალიან დიდი გამბედაობა დაჭირდა, იმიტომ რომ კომპლექსები, რომელზეც მე ვისაუბრე, ხო, არსად არ წასულა. ხო, დღეს და რის გამოც მოიხმარდი რომ რაღაცა შეგევსო, ისინი შენი ხასიათდება დარჩა. კი, ზუსტად. აი თუნდაც ნახე, სწავლას ჩემ შემთხვევაში მიდი და დაჯექი და ამდენი წლის მერე მიჩვეული ხო და ნიჭიერი ვიყავ, ცოტა კი არა, ნიჭიერი ვიყავი. ცოტა ნიჭიერი. ერთი მოსმენა მყოფნიდა. ხო. დღეს პირველად თუნდაც გამოსავალში, როდესაც რაღაცას სწავლობდი თავიდან, ხო? რო უყურებდი, რომ ერთხელ წაკითხვის მაგალითად 30 ჯერ წაკითხვა მჭირდება. ყოველთვის შეხედვა მჭირდება. ამას გაბედვა არ ჭირდება, რომ დადგე ამის წინაშე რეალურად, რომ ამ ხელა ზიანი მიიღე და ეს უნდა გადალახო. ან აი ძალიან ელემენტარულ რაღაცებზე ლაპარაკობ, ხო, იგივე აი უნივერსიტეტში მისვლა და ჩემი შვილის ხელა ჯგუფელები მყავს და ჩემ შვილზე პატარა ერთ-ერთი ჯგუფელი მყავს ჩემ შვილზე პატარა, რომელიც ძალიან მეხმარება ბევრ ამაში და ყველა მეხმარება ძალიან დიდი მადლობა აქედან, იმიტომ რომ ძალიან მეხმარებიან. იციან ჩემი წარსული და ძალიან მეხმარებიან და მადლობა ამისთვის. ხო, ამას გაბედვა მაგას ჭირდება. გაბედვა ჭირდება ფხიზელს არ ვიცი ზაფხულში ზღვაზე წასვლას ჭირდება ჩემთვის. სანდეს უგვაქვს დრო. ესე იგი სულ ვცდილობდით მე და ჩემი მეგობრები რომ ჩვენი პოზიცია ამ დაავადებასთან დაკავშირებით გამოგვეხატა ტელევიზიით რომ მცნობიერება და ხალხი და ასე შემდეგ. და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში როცა ჟურნალისტები გთხოვდნენ რომ ერთი ბენეფიციარი მაინც თქვენთან ერთად მოვიდეს და ხმა მოიყოს, ასეთ ადამიანებს ჩვენ ვერ პოვლობთ და ის ხო გინახავთ მოკლედ დაფარული ხმა შეცვლილი, არის ძალიან ცუდი სანახავი. პირიქით სტიგმას აძლიერებს და უკუ რეაქციას იწვევს ადამიანებში და მახსოვს რომ გიორგი გამოვიდა გამოსვლიდან ერთ-ერთ ესეთ ინტერვიუს წერთ ჩემს კლინიკაში და ვთხოვე გიორგის რომ მოდი და შენს ჩაწერე. და გიორგიმ კიდევ ერთხელ გაბედა და მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი ჩემს და გაოგნებული უყურებდი. მართლა რამხელა გამბედაობა და რამხელა მოტივაციას აძლევდა იმ ადამიანებს, ვინც ეხლა ამ გზის გავლა თავიდან უნდა დაიწყოს. აი არ ვიცი გიორგი ალბათ შემეტყო სახეზე, რამხელა ემოციები ტრიალებდა ჩემში. ეს იყო სასწაული პირველად რომ მე გამოსავლის ჩანაწერები მოვისმინეს, აი არ ვიცი, ვერ გეტყვი ისეთი ემოცია მქონდა. ამ სტერეოტიპი მთლიანად ჩამოშალა გამოსცა და ჩამოიგრა ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად და ვაგრძელებთ ხა ამ პოდკასტებით კიდე, იმიტომ რომ შესანიშნავ ისტორიებს ვისმენთ და აი რაღაც ფეხზე დამდგარი ადამიანების ხილვა და მეორე ნაწილი რა ძალიან საინტერესოა. შენ ყველაზე სანამ გიორგის ვკითხავ, ეხლა ეგეთი კითხვა გამიშთა შენთან, ნახე როგორც ექიმთან, რომ გიორგი თქვა რომ მიჭირდაო, კითხვაო, რაღაცეები ხო? რა ემართება ხანგრძლივი მოხმარების მერე ტვინს? შეიძლება თუ არა ეს ფიზიოლოგიური ტვინის ზიანი სრულად აღდგეს, თუ უბრალოდ რაღაც კომპენსირების რეჟიმში გადადის და რაღაც შეიძლება გაჩერდეს. სრულად აღდგენა შესაძლებელი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მითია თუ რეალობა ამბობენ, რომ მოხმარებით გამოწვეული ზიანი და ეს უჯრედები აღარ აღდგება და თითქოს ეს კოგნიტიური უნარები ისე აღარასდროს აღარ დაბრუნდება. არა, ეხლა რა ხდება მოკლედ, ეს არის ქრონიკული დაავადება თავისი ნეიროფიზიოლოგიური ცვლილებებით, ანუ ცვლილებებში თავის ტვინში. ნეიროფიზიოლოგიური ცვლილებების ბოლომდე აღდგენა ნამდვილად არ ხდება და ეს ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს. ის რომ მას აქვს ქრონიკული დაავადება, დამოკიდებულება, არასდროს არ უნდა დაიწყოს. როგორც კი ამას დაივიწყებს ადამიანი და იწყებს ჩვეულებრივად ცხოვრებას, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ამ დაავადებას 1000 ხაფანგი აქვს, რითაც ცდილობს რომ ჩაგითრიოს და ჩაგაგდოს
შეძლოს და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება რა თქმა უნდა გაჩნია ადამიანს რა ნარკოტიკს ხმარობს, ეგ არის კუსტარული ნარკოტიკები, რომელიც შეუქცევად ცვლილებებს იწვევს მაგალითად, მაგრამ ძირითადად დანარჩენი კოგნიტური დარღვევები აღდგენადია. არ არის ისე რომ ადამიანმა სრულფასოვნად, რომელიც გამოჯანმრთელების ფაზაშია, სრულფასოვნად ვერ შეძლოს სწავლა, ვერ შეძლოს მუშაობას, მისი ფუნქციები ვერ დაიბრუნოს, მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია და თან ძალიან სასიამოვნოა მისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც, რომ ერთი ადამიანი სრულფასოვნად დაუბრუნდა სოციუმს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენი ყველაზე მთავარი როგორ თქვა, არ ვიცი, რაღაც გასაღები სხვა დამოკიდებული ადამიანების დახმარების გზაზე. არ მინდა ის უსურით ყოვიხმარო, აი მთავარი კოზირი რა გაქვს, როცა ეხმარები და ურთიერთობ დამოკიდებულთან. სანამ ჩაწერას დავიწყებდით, გახსოვს რა ვიხუმრე? ადამიანი რომ მოდის და რაღაცას მოტყუებას რომ მიპირებს. ვეუბნები ხოლმე, უყურე, ნახე, გვარი მაქვს მეგრული, სერგია ვარ. ქუჩაში გავიზარდე და 25 წელიწამოს ვიკეთებდი და აი რატომ მიპირებ მოტყუებას? ხო, რატო გებადება აზრად რომ შეიძლება რამე მომატყუო, ხო და აი მეცინება ხო, მაგრამ ხანდახან ვაცდი, იმიტომ რომ მოიტყუოს. თავარია ჩემთან ურთიერთობაში შემოვიდეს, ხო? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, თათას მინდა ვკითხო, სახლში, სახელის ეგრეთ წოდებული სახელის დეტოქსი მოსულა თუ საშიშია და არ არის რეკომენდირებული და რატომ? თვითმკურნალობაზე ლაპარაკი თუ სახლში ექიმის მისვლით მკურნალობა და სახლში ექიმის მისვლით რა არის თუ არ თუ გინდა თვითმკურნალობა აი ორივეზე რო თქვა რომ აი ადამიანები არიან რომ მე ვერ წავალ დეტოქსში ნარკოლოგიურში საავადმყოფოში ვერ დავწები მირჩევნია სახლში გავაკეთო ეს აი რა საფრთხეები ახლავს და გამოჯანმრთელების აი თვითონ მაჩვენებელი შედეგები როგორია თვითმკურნალობით დავიწყებ, არის უდიდესი შეცდომა, იმიტომ რომ საქართველოს განსაკუთრებით გვაქვს აი ეს თვისება, რომ მეზობელმა მირჩია, მეგობარმა მირჩია, დამოკიდებულმა მირჩია, რაც ძალიან ხშირია და ერთმანეთს აძლევენ ისეთ რჩევებს, რაც ხშირად პირიქით ურთულებს ადამიანის მდგომარეობას. ნუ თვითმკურნალობაზე ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ ეს არა თუ შედეგზე გასული მცდელობა, ხშირ შემთხვევაში ცუდათაც მთავრდება. შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს. ეხლა რაც შეეხება ასევე ვიტყვი სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით. იმდენად დამძიმდა ეს დაავადება, ხა იყო პერიოდები ნამდვილად მე რო დავიწყე მუშაობა, მაშინ სახლში მკურნალობა ასე თუ ისე შესაძლებელი იყო და იყო ხოლმე პრეცედენტები, მაგრამ ეხლა ეს დაავადება იმდენად დამძიმდა როგორც ნევროლოგიურად, ფსიქოლოგიურად და რაც თავი ორგანულად 1000 გართულება ახლავს თავს. ეს არის დაკავშირებული ნარკოტიკის ტოქსინის გაძლიერებასთან. აქედან გამომდინარე სახლში მკურნალობის ჩატარება, რასაც თან არ ახლავს კვლევები, არ ახლავს სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობა. ჩვენთან მაგალითად კლინიკაში არა მხოლოდ ნარკოლოგი და ფსიქიატრი ჩართულია, სხვადასხვა სპეციალობის ექიმები, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, თერაპევტი და ასე შემდეგ. და პირველ რიგში, როდესაც პაციენტი მოდის, მე თვითონ დავაფიქსირე, ჩემს მიდგომაში ნარკოტიკთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას უფრო ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, ვიდრე მის ორგანულ მდგომარეობას. იმიტომ პირდაპირ რისკია აღკვეთის მდგომარეობაში ორგანული მდგომარეობის ძალიან დამძიმებით, მათ შორის სასიკვდილო გართულებებით. აქედან გამომდინარე, რომ სახლში მკურნალობა ეს არის სრული შეცდომა და ძალიან დიდ რისკებთან დაკავშირებული. ერთს დავამატებ, ნახე, აი დიდი რისკები ახსენა ხო თათამ. ნახე, სახლში მკურნალობა გინდა არ გინდა იმ იზოლაციას ვერ განაპირობებს და ვერ გიწყობს ეს, იმიტომ რომ ნახე, რაც არ უნდა მედიკამენტების მოხმარება ხდებოდეს სახლში, სადღაც შეიძლება ფიზიკურად აღარა გაქვს აბსტინენციური მდგომარეობა, ლომკა, მაგრამ ტვინში შიმშილი სადღაც მაინც არის და ალბათობა იმის რომ მე გავძრები, გავიპარები და რაღაცას ან მოვაგვარებ ვიჩალიჩებ ჩვენ ენაზე რო ვთქვა, ხო, რაღაცას მოვახერხებ უფრო მეტია ვიდრე იმ დახურულ სივრცეში სადაც გავდივარ. ეგ რამდენად ეხლა რა ხდება? კლინიკაში მე მყავს ჩემი პატარა კოლეგები, რომელსაც რაღაცა უზიარებ გამოცდილებას, რაღაცებს ვასწავლე და ხშირად არის ხოლმე შემთხვევა ექიმებს ესეთი დაყენება აქვს, როდესაც პაციენტი ითხოვს დამატებას, დახმარებას, მათ შორის მედიკამენტების დახმარებას და ექიმი ხედავს განსაკუთრებით ახალგაზრდები ხედავენ, რომ რეალურად ცუდად არ არის, ანუ ლომკის ობიექტური სიმპტომატიკა
მათემატიკა არა აქვს. ეუბნებიან, რომ არა ხარ ცუდად ამ ეტაპზე, შენ არაფერი არ გჭირდება, ვეუბნები. არ შეიძლება ესე. ამ ადამიანს უჭირს, არ არის მთავარი, მას უჭირდეს ფიზიკურად, მას უჭირს ფსიქოლოგიურად, მას აქვს ეს სულიერი ტკივილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დროს და ამ დროს აუცილებელია თქვენი ჩარევა დახმარება. თუნდაც მედიკამენტოზური, ფსიქოთერაპიული და ასე შემდეგ. რასაც სახში ვერაფრით ვერ მიიღებს. შენი მთავარი ინსტრუმენტი რა არისო, ხო? და აი რაღაცა სიყვარული. ბარა. სიყვარული. რამდენად ას არ უნდა გაგიკვირდეთ, ყველა ვინ ჩვენთან მოდის მიყვარს. ოღონდ მართლა აი გრძნობ შიგნიდან, რატო ისე იმდენად რო უყურ ყველა ჩვენი რაც ასაკი, რასა ნარკოტიკის მოხმარება არ აქვს მნიშვნელობა. ყველას ერთი ცხოვრება აქვს გავლილი, უბრალოდ დეკორაციები იყო სხვადასხვა დეკორაციებში და იმდენად ხედავ ხოლმე ხშირად მithქვია, რომ ნეტა შემეძლო შემითვალები გათხოვოთ მეთქი რა, რომ ვიცი თქვენ რას ხედავ და ვიცი მე რას ხედავ, ზუსტად. და რატომ ბრუნდებიან დეტოქსის შემდეგ ადამიანები მოხმარებაში? და რატომ გონიათ, რომ დეტოქსით რაღაც თავდება? ეს არის მითი, რომ ბევრ მითებთან ერთად ნარკოლოგიაში, ადიქტოლოგიაში ესეც გავრცელებულია, რომ მე გადამაგდებინეთ დეტოქს ჩავიტარებ და მე ვიცი. ეს არის აბსოლუტურად ილუზია, დიდი ტყუილი. ეს არის პირველი ნაბიჯი რეალურად, რომელსაც ან მონდომებული და მოტივირებული დგამ, ან თუნდაც როგორც გიორგიმ თქვა, ფორმალური მოტივაციით მოდიხარ რაღაცაცების ხათრით და შემდეგ ხდება მოტივაციის გამყარება და ამაზე რაღაცების დაშენება. მაგრამ დეტოქსიკაცია ყველგან ვამბობ, სადაც საშუალება მაქვს, რომ ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, ეს რომ იყოს მწვავე დაავადება, გრიპი ან სხვა მწვავე და რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ 2 კვირის თუ 20 დღის შემდეგ დავამშვიდობებდეთ პაციენტებს სამუდამოდ, მაგრამ ასე არ არის, აუცილებლად ჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა. აი როგორ ემუშავებით ეგეთ პაციენტებს, ანუ რას ეუბნებით, რომ ვიცი, რომ გამოსავლის თანამშრომელი მოდის ხოლმე და ეს შეხვედრები არის თქვენს კლინიკაში, ხო? რის მიხედვით წყვეთ, ვის შეიძლება დაელაპარაკოთ, თუ ყველას ეუბნებით, რომ აი შემდეგი ეტაპი არის ხანგრძლივი რეაბილიტაცია, ფსიქოთერაპია და ასე შემდეგ. ყველას ვეუბნებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როდესაც ამ დაავადების არს უხსნი, აუცილებლად უხსნი, რომ ეს არის ქრონიკული, რომ მკურნალობის შემდეგ, დეტოქსიკაციის შემდეგ ჭირდება მედიკამენტები, ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, რეაბილიტაცია ფსიქოსოციალური და ვამის სამართებთ მოკლედ გამოსავალში და ასე შემდეგ, ყველას ვთავაზობ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ხედავ, რომ 1%-იც კი არ არის თუ არ წავა რეაბილიტაციაში. არის ასეთ შემთხვევები. აი ხო და აი რას ხედავ ხოლმე მაგ დროს საინტერესო. აი რას ხედავ ეგრე, აი შეგიძლია რომ აღწერო, აი რა არის ის, რასაც ხედავ? არ უნდა. აი რა ფორმალური, რომ 2 კვირამ და 20 დღემ ისე ჩაიარა, რომ მისი მოტივაცია არ შეიცვალა და გარეთაც არ აქვს აი რაღაცა ისეთი, რაზეც დაეყრდნობა. აი განსაკუთრებით მაშინ, აი ერთმნიშვნელოვნად, როდესაც ცხოვრების საზრისი არ აქვს. გესმის, ადამიანს აქვს ეგზისტენციალური ვაკუუმი, მისი ცხოვრების ხარისხი ნულია. გადის სიცარიალეში და ზუსტად რო იცი, რომ მისი ცხოვრების აზრი ხა ისევ ნარკოტიკი უნდა გახდეს და ისევ მე დამოკიდებულ მართოს მისი პიროვნება. ამ შემთხვევაში პირდაპირ ვეუბნებით ოჯახის წევრებს, თუ დეტოქსიკაციას არ მოყვება რეაბილიტაცია, გამოჯანმრთელების შანსი არის ძალიან დაბალი. მეგობრებო, რა შეცდომას უშვებენ ოჯახი და ოჯახის წევრები დახმარების მოტივით ბჭყალებში ოღონდ. აი რომ გონიათ რომ ეხმარებიან და ამ დროს ცუდს ჩვევიან საპირისპიროს. თუ გინდა დაიწყე და გავაგზავნე. დაიწყე. უამრავ რთული არ არის, სხვა შორის ესეთი მარტი უამრავ შეცდომებს უშვებენ. ხო და მოდი თქვათ რომ გაითვალისწინოთ. პირველ რიგში თვითონ არიციან ეს რა პრობლემაა. ოჯახის წევრებმა ეს ვეუბნები, მაგრამ მოდიან ისეთ შეკითხვებს ვავენ, გაოგნებული ვარ ხოლმე. თავის თავს ადანაშაულებენ, რა გამომეპარა, რა დავაკელი არა და გადაყოლილი ვიყავი და აი ეს ტექსტები მოკლედ რომ აბსოლუტურად ხვდები რომ აღზრდის პროცესშიც უამრავი შეცდომაა დაშვებული გესმის სანდრო და მერე მიდგომასთან დაკავშირებით მოკლედ აი ეს მომენტიც აქვს აი ყველაზე არასწორი ის არის რომ მე თანხას გადავიხდი მე გაბარებთ თქვენ ჩემს შვილს ან ჩემს მეუღლეს და თქვენ ჩამაბარეთ სხვა ადამიანი აი ამის მოლოდინი აქვს მოკლედ რომ 20 დღეში თუნდაც შენ უბრუნებ მას აბსოლუტურად სხვას შვილს
უკეთეს კიდევ ერთხელ. სანდრი, ყველაზე დიდი ერთ-ერთი ანუ ფულის გადახდა დეტოქსში არ არის დახმარება, დავამთავროთ, ვიციოდ რო გაგვივიდა. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა რა არის, იცი? აი პრობლემა მასა აქვს, მე ანუ ნახე ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გამოჯანმრთელების არის ოჯახის წევრების ჩართულობა გამოჯანმრთელებაში. და უფრო მეცაც გეტყვით, ნახეთ, ძალიან ხშირია, როდესაც ოჯახის წევრები იწყებენ ჯერ გარკვევას რა დაავადება აქვს, თვითონ რა პრობლემები აქვს, თვითონ იწყებენ ბჭყალებში ჩასმული, მაგრამ მაინც ამ სიტყვას ვიხმარ, თვითონ იწყებენ გამოჯანმრთელებას და მერე მოყვება თვითონ ადამიანს ვისაც პრობლემა აქვს ალკოჰოლის, ნარკოტიკის და თამაშის, ის მერე იწყებს გამოჯანმრთელებას. პირველი მშობლების ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ დაიწყოს ამ ადამიანმა. ჩვენთან უამრავი მშობელი მოდის თქვენგან და გვეუბნება, რომ მე თვითონ გამთავისუფლდი თათაექიმო. მე სხვა ადამიანი გავხდი, მე თავისუფლება დავიბრუნდი და ეხა უკვე ვიცი როგორ მოვიქცე. ამას ძალიან დიდი თანა დამოკიდებულებაზე მნიშვნელობა არის ძალიან. მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სანამ სუსუბოლო დამამთავრებელ შეკითხვას დავსვამდი, გვეკითხებოდნენ მანამდეც და მინდა რომ გკითხო, რაღაც სულ საუბრობთ ნარკოტიკზე, რაღაც ნივთიერებებზე, მაგრამ ალკოჰოლზე ნაკლებად. თითქოს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ამ წარსულიდან მოვიდივართ, სადაც ალკოჰოლი საქართველოში ნორმალიზებულია და ცოტა ოკეია და ლევა, მაგრამ რამდენად დიდი არის ეს პრობლემა და აი მანდ როგორ მკურნალობთ, ანუ ალკოჰოლიზმის თუ ალკოჰოლ დამოკიდებულების მკურნალობა და დეტოქსის რაღაც განსხვავებული დღეები რო არის ვიცი, მაგრამ უფრო ცოტა ხანი ჭირდება რა. მაგრამ პრობლემა, დეგრადაცია, ფიზიკური მანდაც არის, ხო? მანდაც კი არ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე სხვადასხვა ნარკოტიკებთან შედარებით, ალკოჰოლი ერთ-ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც დეგრადაციას იწვევს და ეს არის მისი პრობლემა. და ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი, როგორც წესი, 99%-ში პრობლემას არ აღიარებს და ამბობს, რომ მოდის პაციენტი და რა გაწუხებთ რო ეტყვა, იცი რა თავი მტკივა, რაღაც დღეს ვერ ავარ და არ მეძინა და ასე შემდეგ. ანუ ყველა პრობლემას ასახელებს გარდა იმისა, რომ მას აქვს ალკოჰოლის პრობლემა, თუნდაც ჭარბაცვავს არ გითხრას ის რომ ალკოჰოლზეა დამოკიდებული. ანუ ამ შემთხვევაში ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს ან მარიხუანას ახასიათებს და ძირითადად აი ოპიოიდებს და ასე შემდეგ, როგორც წესი ყველა მიცის რომ პრობლემა აქვს, დაავადება აქვს და უკვე ის მაინც იცის რომ დახმარება ჭირდება. ამ შემთხვევაში პირიქით არის საქმე. დიდი დრო გჭირდება იქამდე რომ ადამიანი მიიყვან რომ არის დამოკიდებული და მერე უკვე ამას მოყვება რომ ჭირდება თერაპიული მიდგომები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თვითონ ალკოჰოლიც ძალიან ტოქსიური გახდა. ეს ის ალკოჰოლი არ არის, როდესაც მე ვიწყებდი თუნდაც 2000-იან წლებში მუშაობას და მაშინ რაც იყო. საშინლად ტოქსიურია და ძალიან ხშირია ალკოჰოლის კომბინაციების მოხმარება სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან, იგივე ტაბლეტებთან, სხვადასხვა ნარკოტიკებთან და ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას ადამიანებისას. დეტოქსიკაცია გრძელდება დაახლოებით 7 დღიდან 10 დღემდე და აუცილებელია ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. სანდრიკ, ნახე, მოდი ესეთი კუთხით მინდა მივუდგე. ხშირად ვიღაცები შეიძლება არ ესმოდეს, რას გულისხმობ, მაგრამ ნახე, რეალურად დამოკიდებულება რატო ქვია, ხო? ალკოჰოლის მოხმარებას, ნარკოტიკის მოხმარებას, თამაშსაც, ხო? რეალურად კი პრობლემა არის ნარკოტიკი და ალკოჰოლი, მაგრამ ნარკომანისთვის და ალკოჰოლიკისთვისაც რა არის მთავარი? ნარკოტიკის და ალკოჰოლის მიღებაზე მთავარი რა არის, რომ გადავიდე იმ მდგომარეობაში, რაშიც გადავყავარ ქიმიურ ნივთიერებას, ანუ გავბრუნდე, ხო? ამიტომ რეალურად ნახე ნარკომომხმარებელს ხელი თუ არ მიუწვდება ნარკოტიკზე მას იწყებს, ხო? და იგივე ალკოჰოლის მომხმარებელს თუ არ მიუწვდება ხელი ალკოჰოლს და ნარკოტიკზე მიუწვდება, იწყებს ნარკოტიკის მომხმარებას. ამიტომ პრობლემა არ არის მაინდა-მაინც ამ ნივთიერებაში, პრობლემა არის იმაში, რატოა ჩემთვის აუცილებელი, რომ გარკვეულ მდგომარეობაში გადავიდე რატო ვერ ვრჩები ფხიზელი, რატო არ შემიძლია რომ ვიყო ფხიზელი. ეგ არის გლობალური პრობლემა ესაა, ამიტომ ნარკოტიკში იქნება ეს გამოვლინება, რომ სერიალობას თუ ალკოჰოლში. ხო. გადავწყვეტი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. კაი, უნდა წავიდეთ ბოლოსკენ, ძალიან მწუხვა. ძალიან ბევრი კითხვა მქონდა, ვიღაც დამოკიდებულ მეგობრებს თხოვე კითხვები თათასთვის სპეციალურად და ჩამოწერილი მქონდა თან ვიყურებოდი, მაგრამ ნუ ვერა მოუწურავ იმდენი რაღაცა არის საინტერესო და აგერ ყველასთვის ცნობილი ხარ, სადაც ხარ და შენი კონტაქტი და
თათას რაღაცის დამოკიდებულება ძალიან პოზიტიური, ძალიან ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას რა. ნახე როგორ ხდება ექიმი. ზუსტად, ნახე რატოა რომ გინდა არ გინდა არავის სახელს არ დავასახელებ რა თქმა უნდა, მაგრამ რატო იყო ყოველთვის რომ გადაგდება, ხო, ანუ წამლის გადაგდება აზრად თუ მომდიოდა მეც თავშე ყველა შემოსგან სამწობით თათასთან თათა ინიკებოდა, იმიტომ რომ ნახე არასდროს არ გიდგებოდა ხო რა არასდროს არ გიდგებოდა რომ შენ ვიღაცა ადბროსაკო რუსული სტყვევი არ მინდა ბოდიში მაგრამ რაღაც სოციუმი უკანასკნელი ადამიანი ხარ და უნდა დაგხრიტონ და გადაგაგდონ და დამნაშავე და ზემოდან აროს არ გიყურე სუ იყო ის რომ შენ ოღონდ იმკურნალე და ოსწორდა და აღმოჩნდა თურმე ბავშვობიდანვე დამოკიდებული ეს ვეღარ გავიგეთ ამ პოდკასტში რომ ეს დამოკიდებულება პოზიტიური ქონდა სულ კი ასე იყო აი სუსუბოლოს რომ დავამთავროთ თათა შენ მინდა კითხო რას ეტყოდი ადამიანს რომელიც დამოკიდებულ ადამიანს აი ყველაზე მთავარი მითი რომელსაც ჯერა ამ სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით და აი რაღაც აი ამ ეს ტვირთი აქვს ან მის მარწუხებში არის რომ აი რომ მიმართო და უთხრა რომ რომელმიც დაანგრევდი რა ანუ არ ყოფთი რომელიც მიეხმარებოდა გამოჯამთელებაში. რა თქმა უნდა ყოფილი ნარკომანი არ არსებობს. აი მაგას დავანგრევდი, იმიტომ ეს ძალიან უშლის ადამიანს ხელს მოკლედ ჩადებულია ეს აზრი მოკლედ და მომართვიანობასაც ხელს უშლის, მცდელობასაც ხელს უშლის და ყველა. საიდან მოდის ეს აი რაღაც კომუნისტურია თუ რა? ეს არის ხო კომუნისტების პერიოდიდან მახსოვს მე რომ მაშინ იყო ეს გავრცელებული მოკლედ. ის რომ ქრონიკული დაავადება ეს იმას არ ნიშნავს რომ ისი მართვა არ შეიძლება. ეხლა რომ ვთქვათ რომ ყოფილი დიაბეტი კი არ არსებობს. წარმოიდგინე დაახლოებით იგივეა. მართვადი დაავადება, ამიტომ ცდელობას ნაბიჯის გადადგმას ყოველთვის აქვს ასე. მე ეგრე ვამბობ ხოლმე რა მაგ ფრაზას ეგრე ვასწორებ რომ ყოფილი დამოკიდებული არ არსებობს, მაგრამ ყოფილი მომხმარებელი არსებობს. ზუსტად. და მადლობა და გიორგი, შენ თავს სანაპიროდ მოიხმარდი. რომ ეხა რო ქონდი საშუალება რომ გეთქვა ეხა რას ეტყოდი დამაფიქრე ადრე მოგემზადებინი ამ კითხვისთვის არ ვამზადებ მიდი და უთხარი შემშობლებს რომ მაგრა გიჭირს აუცილებლად ვეტყოდე მაგას რა იმიტომ რომ ხშირად ბევრი რაღაცა მიჭირდა და იმის და მიუხედავად რომ უკეთილესი დედა მყავდა და უკეთილესი მამა მყავს რომელიც ყველაფერში მიგებდა მაინც აი ეს რაღაცა ჩამჯდარი თავში რომ აი ეს რაღაცეები სირცხვილია არ უნდა უთხრა ის რომ რაღაცის შეიძლება მეშინოდეს მაგის თქმის ერთი წინადადება რომელიც ძალიან მაგრამ მიყვარს რა და კარგად ასახავს ჩემ რადინდღელ აი ბავშვობის მდგომარეობას მეშინოდა რომ არ შემშინებოდა ხტები და ის რომ მივიდე და სახში უთხრა რომ რაღაცების მეშინია აი ამის სიცხული მქონდა იმის რომ მივიდე და მეთქვა რომ ისი რა გოგოსთან ლაპარაკის მცხვენია სადღაც დაპატიჟების მცხვენია ამ ყველაფერზე ლაპარაკის მცხვენოდა მადლობა და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზები გაისმა რა რომ ადამიანებს ჩვენ შეიძლება რომ აი ცუდად ყოფნაც რომ ოკეია და შეიძლება რომ ცუდად ვიყოთ რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია გვაქვს რა თქმა უნდა და აი მაქედან რომ გამოდიხარ მე უკვე მართლა გიადულდება რომ შენ სახლობოს თხოვო რომ აი ცუდად ვარ და დამეხმარე იმიტომ რომ ყველაფერი კარგი იწყება ამ პრობლემაში ამ სფეროში დახმარების თხოვნით რა და იმით რომ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები და თქვენ მარტო აღარ იქნებით რა და მე მგონი გიორგი თათა მე ეს ხალხი ვინც გამოსავალში ანუ ვინც პოდკასტში მოსულა ამის ნათელი მაგალითი კი მადლობა თათას ხო რომ პირველად დამხვდა და ბოლოსაც დამხვდა ხო ანუ მე მგონი რა ვიღაცამ უნდა დაწეროს ამაზე ერთი კარგი მოთხრობა ჩემი პირველი ნარკოლოგი არა ნახე პირველად შეხვედრა თათასთან და ბოლოს შეხვედრამდე თათამდე ზუსტად ხო ისე მადლობა მოგრეთ მაყურებელს და ჩვენი პოდკასტის გამომწერებს კიდევ ერთხელ მადლობა დამაბარეს რომ მეთქვა რომ რა ქვია გამოიწერეთ ჩვენი გვერდი თუ რაღაცა და კიდევ ერთხელ მოკლედ მადლობა მომავალ შეხვედრამდე